იმის თქმა მინდა კიდე ახლა უყურე, ნახე თქვი არა ადამიანებო. მოვიძახეთ თავხედები ხართ. აი ამას აყურებინებს ჩვენს მომავალს. აი ესეთ ხეზე თქმები შეუნამოსო ადამიანი. აი ესე შემოდიხართ მანქანით. აი იქიდან არის ჩამოსასვლელი. იქიდანაც ჩამოსასვლელი არის. და იქ მოდიხართ თქმებით, აი იქ მანქანას აჩერებ და რავი პორნოგრაფიას იწყობთ აი ესეთ ხეზე. მაგრამ შეხედე, რასაკეთებ. აი ესე აჯვავ. და შენ აგ ბიჭო ღირსებაზე პრეტენზია. მერე რა სიტყვის, შენი ტვინი რას ფიქრობს? მაინც გდიაო, გაიგე? შენ გადააგდე, ვინ დაგინახავს და თუ ვინმე წაგასრო რომ აი აქ შენ რაღაცას თემაში ხარ. ხوازე ხა და მე რა ვიცი, ძმაო, ვინ გადააგდო ერთი მაგის დედაც და არა და შენც აგ ძმაო გადაგდებული დამიჯერე ეგრე არის. ხო. ასე რომ დაფიქრდი. ყოველწუთში და ყოველ წამში ადამიანო შენ თავს აკეთებ შეურაცხყოფას. შენ თუ მე მეტყესი გაძგებით მოიცვი ამ ბანკებს. ეს გატყდება. აქ არ შემოდის დასუფთავების სამსახური ამის გაწმენდა ვისაც ეხება ის არ შემოდის და არის აი ესე დაგროვილი. ამას ახლა ჩემი შვილი უნდა სწავლობდეს და თუმე ეს მოსულა. არა ძმაო არ მოსულა. აქ ახლა რამდენი უბედურება ყრია არა ჩემი საქმე. შენს გასაგონად ვლაპარაკობ რა, რომ როცა თქმები შენი მძღნერობა თან გაიყოლიე, სანაგვეში ტენე, მეტი არაფერი არ გევალება ძმაო. არც შეგაგინებენ, არც დაგწყევლიან და არც პანჩურს ამოგარტყავენ ერთ ადგილას რა. აი იმის თქმა მინდა. თავხედები ხართ ყველანი, ვინც აი ამას არ ითვალისწინებთ და ვინც არ იცავთ. თავხედები ხართ. ეხავს მაგრამ და დავიცო ჩვენი სილამაზე რა მეტი არაფერს არ აქვს, აი რას აქვს? გადაობაში იხდით ფულს, ბაზარი არა იქ თქვენი საქმეა, კაცურაშიც გინდა იმაში გადაიხადეთ ფული, მაგრამ პროსტა რა ფულს იხდით იდიოტობაში და ამ მოწესრიგებაში ფულს არ იხდით. ხვდები? აი ვიღაცა რომ მასხარაობს და გაგაცინოს და შენ მაგარი ლაიქები ურტყა და რაღაცეები, შენ ძმაო აი ამაში არ ეხდი ფულს, რა ამაში გადაიხადე, რა ეს ქვეყანა დაგილაგო. იცი რა სიზახი, აუ მე სულ კიდია ძმაო წავიდე სხვამ ისა გადასახადებს ისედაც ვიხდიო და მივიდნენ დაალაგონო. გამიგე და მე გადაობაში ვიხდიო. თუ მარტო მაგ იდიოტობაში იხდი ძმაო ფულს, კი ბატონო 10-ჯერ მეტი უნდა გადაიხადო ჯანმრთელობაში მე ხო ეგრე იქნება, როცა ცუდად გახდები. იცი რატო გახდები ცუდად? აი ეს რომ არის ჰაერი წამლება და ხდები შენ ცუდად და მაგით ვიძახე რომ ჯანმრთელობაში უფრო მეტი უნდა გადაიხადო რომ არ გახდეთ ცუდად. და შენ თუ მაგას ვერ ხვდები, აი ძმაო ჯანმრთელობას ვერასოდეს ვერც ერთი ფულით ვერ იყიდი და დაფიქრდი რაში იხდი შენ ფულს. გადაიხადე იმაში რაშიც შენ ცხოვრებაში მოგიტანს სიგეთეს ადამიანობას და შენი ქვეყნის სიყვარულს და შენი ქვეყნის ავის იმდიდრეს რა. აი ამაში გადაიხადე ფული და რა ამ იდიოტობებში ვიღაცა მასხრებს რო უხდით რო აჭამოთ, ასვათ. ჩემი საქმე არაა, თქვენი ფულია, თქვენი ბიუჯეტია, მაგას არ გელაპარაკები, მაგრამ განსხვავებას გეუბნები, რაში უნდა გადაიხადო ფული.